ივანიშვილის ხელისუფლება საკუთარი გარემოცვის კიდევ ერთ წევრს უყენებს ბრალდებას, ძალიან სერიოზულ ბრალდებას. მისი შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია. ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა უწყებამ გამოიტანა დადგენილება ბრალდებული სახით ფარცხალაძის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერად ასე ასახელებს პროკურატურა ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და ის ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს. ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც ბატონ ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატია. მივესალმები მას და ბატონ ტარიელთან პირველი კითხვა ასეთი გვექნება, რამდენად კმაყოფილია უკვე მხარე, ჯანგველაძის ოჯახის მხარე და შესაბამისად თქვენ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც დღეს უკვე მთავარი პროკურატურის, უпростоეთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მეშვეობით შევიტყვეთ და გავიგეთ. მოგესალმებით. როდესაც მე ჩავერთე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც დაზარალებული ადვოკატი, ჩემთვის ყისიერად უკვე ძალიან ნათელი იყო ის, რომ საქმე გქონდა შეკვეთილ მკვლელობასთან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა გარემოება მკვლელობის შეკვეთაზე მიუთითებდა ცალსახად და უტყუარად, გამოძიება მიდიოდა არასწორი მიმართულებით და არასწორი მოხდით. გამოძიების ბრალდების მხარის ვერსია იყო ის, რომ თითქოს გელაუცილაურმა საკუთარი პირადი გადაწყვეტილებით მოკლა ლევან ჯანგველაძე ის, რომ თითქოს არავის დაუვალებია მისთვის ამ მკვლელობის ჩადენა და თითქოს არავინ ეხმარებოდა. აი წარმოიდგინეთ ამ ხელა მკვლელობა, სადაც მოგვიანებით უამრავი ადამიანი მიცეს პასუხისგებაში. პროკურატურა ამბობდა ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ თურმე ერთმა ადამიანმა დაგეგმა და გადაწყვიტა. მე ვამბობდი, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ამის გამო თქვენ გახსოვთ საკმაოდ დიდი კრიტიკაც კი მივიღებდი თავის დროზე, როდესაც მაბრალებდნენ, რომ მე ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას თითქოს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მაგრამ ყველას ავიწყდებოდა ის, რომ თუ გამოძიება არ იმუშავებდა, მტკიცებულებები არ იქნებოდა. სწორედ ამიტომაც ვინაიდან ადგილი ქონდა სავარაუდოდ დანაშაულში მონაწილე პირებისადმი ხელის დაფარებას და მფარველობას, პირდაპირ ვამბობ, მფარველობას, გამოძიება გრძელდებოდა არა იმ მიმართულებით, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება და სიმართლე საქმისთან დაკავშირებით, არამედ მიდიოდა საქმის ჩაფარწყვის ოპერაცია თვეების განმავლობაში. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ აღნიშნული მკვლელობის პრევენცია იყო აბსოლუტურად შესაძლებელი, თუმცა არაფერი გაკეთდა იმისათვის, რათა პრევენცია მოხდარიყო და ასევე ამ დანაშაულის გახსნა და ყველა ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იყო მკვლელობის პირველივე დღესვე. თავისუფლად შეიძლებოდა ცხელკვარზე ეს მოხდა. ბატონ ტარიელ, მოდით დავუყოთ აი თქვენივე შეფასების ეს ნაწილი დავუყოთ, რომ მაყურებლისთვის რამდენიმე კითხვაზე პასუხი უფრო გასაგები გახდეს. პირველი კითხვა თქვენ ახლა თქვით, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ამ მკვლელობის პრევენცია. რას გულისხმობთ ამაში, როგორ და მომხდარიყო ამ მკვლელობის პრევენცია თქვენი აზრით? ამაში გულისხმობ იმას, რომ საქმეში არის შესაბამისი მტკიცებულება, თუ როგორ დაყვებოდა გელაუცილაური მკვლელობამდე ლევან ჯანგველაძის. თქვენ ფიქრობთ, რომ სამართალდამცავ ორგანოების სპეცსამსახურებს ეს უნდა შეემჩნიათ, რეაგირება მოეხდინათ ამაზე? კონკრეტულ მაგალითს მოგახსენებთ. მე აბსტრაქტულად და ზეპირად არაფერს ვამბობ. იყო ფაქტი, როდესაც დაზიანდა ამბასადორის მანქანა, მაშინ როდესაც ამბასადორში იმყოფებოდა ლევან ჯანგველაძე და ასევე ამბასადორის ეზოში ტრიალებდა გელაუცილაური. ამის შესახებ ამბასადორის თანამშრომლებმა საქმის კურსში ჩააყენეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, წარუდგინეს კამერები, თუმცა არ დაიბარეს გელაუცილაური, არც კი დაადგინეს ვინ იყო ეს პიროვნება. აი წარმოიდგინეთ, დაუკვირდით, გელაუცილაური რომ ერთხელ მაინც დაებარებინათ. გამოსაკითხად და დაისვათ კითხვები. ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი იარაღით დადიოდა და ჯერ იარაღსაც ამოიღებდნენ და მარტო ამის გამო დააკავებდნენ მას და მეორე
აუცილებლად მოხდებოდა მკვლელობის პრევენცია. რომცა დაეკავებინათ გელაუძილაური ის ვერ შეძლებდა შემდეგ დაახლოებით 1 თვეში ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ქალაქის ცენტრში. და აი ეს ფაქტი არ იყო მხოლოდ ერთი. იყო არაერთი ფაქტი, როდესაც გელაუძილაური ნამდვილად ბატონო ტარია, ეს ინფორმაცია თვითონ აი ამ მკვლელობის შემდეგ ძალიან მალე გაჟღერდა და ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ. მე მაინტერესებს იყო თუ არა ამ ფაქტის თაობაზე ინფორმირებული თავად ბატონი ჯანგველაძე, მისი ოჯახის წევრები, თუ გაუჩნდათ დამატებითი შეკითხვები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით და რატომ არ გააძლიერეს, ასე ვთქვათ, დაცვა, რატომ არ იზრუნეს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებულ ზომებზე, შეუძლებელია ამას კითხვები არ გაეჩინა მათთვის უპირველეს ყოვლისა. კარგი შეკითხვა არის ეს და სწორედ ამაზე არის საუბარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ რაიმე სახის რეაგირება მოეხდინა, დაედგინა ეს პიროვნება, თუ ვინ იყო ეს პიროვნება, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ეს ჯანგველაძის ოჯახისთვის ცნობილი გახდებოდა, მაგრამ ჯანგველაძეს ნამდვილად ვერ დაესიზმრებოდა, რომ კონკრეტული პიროვნება გელაუძილაური მას უკან დაყვებოდა. ამას სჭირდებოდა გამოძიება და ამას სჭირდებოდა დადგენა, მაგრამ რა გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, ის რომ მიჩქმალა აღნიშნული ფაქტი და არანაირი რეაგირება არ მოახდინა მიუხედავად იმისა, რომ ამბასადორის თანამშრომლებმა ვიდეოც კი გაუგზავნეს კონკრეტულად გამომძიებელს. და რა არის საინტერესო? შემდეგ მოვლენები განვითარდა ისე, რომ ცხელკვალზე არ დააკავეს გელაუძილაური. რატომ არის მნიშვნელოვანი ცხელკვარზე ადამიანის დაკავება, რომელმაც ჩაიდინა შეკვეთილი მკვლელობა? იმიტომ რომ ვიდეო ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ გელაუძილაური იღებდა ინფორმაციას, დირექტივებს სხვა პირისგან ან სხვა პირებისგან ტელეფონის მეშვეობით. ის კომუნიკაციობდა ტელეფონით და წარმოიდგინეთ ის რომ ყისერად დაიკავებინათ, ტელეფონიც ამოღებული იქნებოდა, მაგრამ მას მისცეს საშუალება, რომ დაეტოვებინა ქალაქი, დაემალა იარაღი, დაემალა დანაშაულის იარაღი, დაემალა ტელეფონი, სადაც უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია იყო და რამდენიმე დღეში დააკავეს, როდესაც უკვე შეუძლებელი გახდა ამტკიცებულებების ამოღება და საქმეზე დამაგრება. და წარმოიდგინეთ, ამის შემდეგაც, ამ დღის შემდეგაც, როდესაც დააკავეს გელაუძილაური, ფაქტობრივად არაფერი დაკეთდა იმისათვის, რათა დადგენილიყო სხვა პირი, ან სხვა პირები მონაწილეობდნენ თუ არა ამ მკვლელობაში. მე გახსოვთ, გამოდიოდი, ვაკრიტიკებდი გამოძიებას პროკურატურას, რომელთა ვერსია იყო ის, რომ თითქოს ერთმა ადამიანმა ჩაიდინა ეს დანაშაული და მე ვამბობდი, რომ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, ამას სჭირდებოდა დადგენა. რამდენიმე თვის შემდეგ. თქვენი ეს პოზიციები ძალიან მკაცრი იყო და თანმიმდევრული, ჩვენ ყველანი ვადევნებდით ამას თვალს. ამავე დროს დღევანდელი სიტუაციიდან, როცა უკან რო გავიხედებით, შეუძლებელია უარყოთ შეფასებების დონეზეც და ფაქტების დონეზეც ის, რასაც ახლა თქვენ ყვებით და ჩვენ მივდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის ფაქტამდე. შეუძლებელია განსაკუთრებით ცხელკვალზე დამნაშავის დაკავებისა და დევნის ოპერაციის ასეთი არაოპერატიულობის ნაწილშიც და იმ პირველ ნაწილშიც, როცა მანამდე გასტროლა მოხდა სასტუმროსთან, არ გაგუჩნდეს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცეები, შეუძლებელია არაკომპეტენტურობის ეს დონე და ეს ხარისხი იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეჭვები საფუძვლიანი ჩდება, რომ ფარველები ამ ტიპის დაგეგმილ ოპერაციას ხავდა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ვსაუბრობთ ყოფილ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობაზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. დღეს ქვეყანას მართავს იგივე ადამიანი, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში სრულ კონტროლს ინარჩუნებდა და ინარჩუნებს პროცესზე. თქვენი აზრით, რა მოხდა ისეთი, რომ ფარცხალაძეს დღეს წაუყენეს ბრალი და ამდენი თვის განმავლობაში ეს ბრალი არათუ არ წაუყენებიათ, ჟურნალისტები დაჟინებით ვცდილობდით პროკურორისთვის გამოგვეტყვა ინფორმაცია დაკითხვის სახით მაინც თუ იყო ბატონი ფარცხალაძე ან დაბარებული ან შეთავაზება თუ იყო გაკეთებული და ჩვენ გვითხრეს რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, თუმცა ფიგურირებს საინტერესო ასე თქვათ პერსონად საგამოძიებო მასალებში. ანუ დაკითხვითაც კი არ დაუკავებიათ ფიგურა, ისე წაუყენეს ბრალი. აი ამ ყველაფერს როგორც ხსნით, როგორც გამოცდილი პროფესიონალი ადვოკატი მათ შორის და არა მაინც და მაინც ჯანგველაძების ოჯახის ადვოკატი.
მოდი გადავიდეთ, ძალიან საინტერესო არის გამოკითხვა ეწოდება ამას, გამოძიების ეტაპზე პირის გამოკითხვა. რატომ არ გამოკითხეს? თქვენ აღნიშნულთან დაკავშირებითაც ალბათ გახსოვთ ჩემი ინტერვიუ, თუნდაც 3 კვირის უკან, თვენახევრის უკან, სადაც მე პირდაპირ ვამბობდი, რომ უნდა გამოეკითხათ ოთარ ფარცხალაძე, თუმცა არ გამოკითხეს. მე პირდაპირ ვაკრიტიკებდი პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით და რატომ ვაკეთებდი ამას? ჩემი თვითმიზანი ის კი არ იყო, რომ მაინც და მაინც კონკრეტული პირი უნდა მიეცათ პასუხისგებაში, არა, ჩემი მიზანი იყო, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება და მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეგერდებოდა სხვადასხვა ვერსიები ფარცხალაძის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, ფარცხალაძის მხრიდან შეკვეთასთან დაკავშირებით. მე ვამბობდი, რომ დაიბარეთ, ჩაატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, გამოიძიეთ და დაადგინეთ. ეს ვერსიები რეალობას შეესაბამება თუ არ შეესაბამება. იქნებ საერთოდ უდანაშაულოა ეს ადამიანი, თუმცა ეს არ ხდებოდა და ფარცხალაძეს არ იბარებდნენ გამოკითხვაზე. თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილება უკვე ეს ბრიფინგი, რომელიც მოვისმინეთ, რომ პასუხისგებაში მიეცათ ფარცხალაძე, გამომდინარეობდა უკვე სხვა მტკიცებულებებით, რომელიც ჩემი ბოლო ინტერვიუს შემდეგ იქნა მოპოვებული აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე. თუმცა კიდევ ერთხელ რა იყო ეს მტკიცებულები, ბატონ ტარიელ, რომელმაც გამოსავალი არ დაუტოვა დაუშვათ პირობითად რო ვთქვათ გამოძიებას, რომ უკვე ბრალი წაეყენებინა ფარცხალაძისთვის. დღეს ჩვენ რაც მოვუსმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აი ეგ რო ვთქვათ, რომ რაიმე ტიპის პირდაპირ მტკიცებულებები, ან ჩანაწერები, ან ვინმეს აღიარებითი ჩვენება მსგავსი ჯერჯერობით ჩვენ საქმის მასალებიდან არ ვიცით. დიახ, აქ გარკვეული პოზიცია გაჟღერდა ადვოკატისგან, რომელიც იცავს ფარცხალაძის ინტერესებს და მე ყველა ჩემს კოლეგას დიდ პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, ადვოკატმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და უნდა დაისვას და გაჟღერდა ესეთი პოზიცია, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა საქმის მასალები არ ჩამბარებია და არ გაცნობილი ვარო. სწორედაც ამიტომ გააკეთა ალბათ ჩემმა კოლეგამ ის განცხადება, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არ იყო უბრალოდ გაცნობილი საქმის მასალის, მაგრამ დარწმუნებული ვარ უკვე გაიცნობოდა იმ გამოკითხვის ოქმებს და იმ მტკიცებულებებს, რომელიც ნამდვილად არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. და რაც შეეხება ზოგადად ბრალდების წაყენებას და გამოკითხვას უნდა ქონდეს შესაბამისი საფუძველი. ასე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ადამიანი დაიბარო გამოსაკითხად, რა თქმა უნდა, ეს არ არის გამოძიების მიზნებისათვის გამართლებული, თუმცა საქმეში ნამდვილად როგორც მინიმუმ სანამ ბრალს აუყენებ, მანამდე ერთხელ მაინც ხო უნდა დაიბარო, არა? დიახ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაკრიტიკებდი სწორედ გამოძიებას, რომ რატომ არ იბარებთ კითხვებს, რატომ არ უსვამთ კრიტიკულ შეკითხვებს. ვაკრიტიკებდით აღნიშნულთან დაკავშირებით და ნამდვილად უნდა დაებარებინათ ჩემი აზრით და უნდა დაისვათ მნიშვნელოვანი შეკითხვები. თუმცა, რა თქმა უნდა, დღეის მდგომარეობით უკვე სასამართლოს არ აქვს იმის ვალდებულება, რომ შეაფასოს თუ რამდენად არსებობს გონივრული ეშრება სტანდარტი. მოგეხსენებათ, პირველი წარდგენის ხდომაზე მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ფასდება და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის შემთხვევაში ბრალდება წარედგინება კონკრეტულ პიროვნებას. და რა თქმა უნდა, უკვე იმდენად ყველა გზა მიდიოდა ოთარ რომანოვ ფარცხალაძემდე, უკვე გამოძიება იძულებული გახდა ბრალდება წარედგინა ამ პირისათვის, რომელსაც თვეების განმავლობაში არ კითხავდნენ, მაშინ როდესაც ამ ადამიანის გამოკითხვის, დაბარების აბსოლუტურად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი არსებობს. ბატონ ტარიელ, ბოლო კითხვას დაგისვავთ. ეს ფაქტობრივად ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილის, ასე თქვათ, რეზიუმირება იქნება. ის, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ამ დაგეგმილ მკვლელობას მფარველები ყავდა სამართალდამცა ორგანოებში ან სპეცსამსახურებში, ან ორივეში ერთად. ფიქრობ თუ არა, რომ გამოძიების ვალდებულებას წარმოადგენს, არა მხოლოდ გამოძიების დამკვეთის და ორგანიზატორის მხილება, ამ შემთხვევაში ბრალი წაუყენეს ფარცხალაძეს, არამედ იმ ადამიანების გამოკვლევა და პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც ხელს უშლიდნენ როგორც დანაშაულის მომზადების ეტაპზე და უკვე დანაშაულის შემდგომაც გამოძიების ობიექტურად წარმართვას. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ საქმეში ფიგურანტ პირებს ყავდათ გავლენიანი მფარველები, მე ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება იმას, გამოძიების ვალდებულება არის თუ არა რომ დაადგინოს, ვინ, როგორ და რა გზით მფარველობდა, სარსახად ვალდებულება არის გამოძიების, რომ დაადგინოს, ვინ ვის მფარველობდა და რატომ მფარველობდა. და ერთ რამეს ვიტყვი კიდევ.
ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო ამ გამოძიებით საქმის შედეგებით რომელი პოლიტიკური პარტია იხეირებს და რომელი დაზიანდება. მე პირადად არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მაინტერესებს, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სიმართლე და სამართლიანობა და ჩემი მიზანი არის რომ სამართლიანობა ზეიმობდეს ქვეყანაში. ამ სისხლის სამართლის საქმეში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე როგორც დაზარალებულის დამცველი ადვოკატი გავაკეთებ ყველაფერს და არ დავუშვებ რომ მნიშვნელოვანი კითხვები დარჩეს პასუხგაუცემელი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ტარიელ კაკაბაძე, ლევან ჯანგველაძის ბოდიში ოჯახის ადვოკატი გვერდებოდა და უკვე ოჯახის ადვოკატის პოზიციებს გვიფიქსირებდა გადაცემაში. დამშვიდობოთ მას, თუმცა ამ თემაზე საუბარ ჩვენ არ ვამთავრებთ. თავად ბატონ ტარიელთან საუბრის დროს ვერ გამოიკვეთა თავად მისი მხრიდანაც და შეუძლებელია ჩვენც იგივე შეკითხვები არ გვიჩნდებოდეს. ვინ არიან ის ადამიანები, რა დონეზე ფარველობის ხარისხთან გვაქვს საქმე, რომ ფარცხალაძის მსგავს ფიგურას და პიროვნება შეიძლება ვიღაცა დანაშაულებრივი, ასე ვთქვათ, მოქმედებების ფარგლებში მფარველობდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ერთის მხრივ ძალიან ადვილია ამ პასუხის პოვნა, მეორეს მხრივ ძალიან რთულია კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება და მით უმეტეს იმავე ხელისუფლების პირობებში ბრალის აღენება და ობიექტური გამოძიება რა გარემოებებში და რა დროსაც მოხდა ეს მკვლელობა.